20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება გიგა 402-ას მკვლელობასთან დაკავშირებით ქმედითია თუ არა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონებში საკუთარი მოქალაქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არაშიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო მამუკა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო მამუკა, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები 4 წლიანი პაუზის შემდეგ შედგა და პირველი განსახილველი თემა იყო გიგა 402-ას მკვლელობის ფაქტი. რამდენად მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული გალის შეხვედრების ეგრეთ წოდებული აღდგენა და თქვათ შესაძლოა თუ არა რომ კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. გასაგებია, ძალიან საჭიროა ასეთი შეხვედრების აღდგენა, ამ გალის შეხვედრების, თუნდაც აი თქვი ჩვენ პირველივე სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი ეს არის მკვლელის მოძიება და მისი სამართალში მიცემა. ამ შეხვედრებს უბრალოდ ეს პროფილი აქვს, მათი ამოცანა, პრევენცია, აი ესეთი კრიმინალური შემთხვევების, ადამიანის უფლებების დარღვევის და სხვა ამდაგვარი საკითხების და ამ თვალსაზრისით მე ვთვლი რომ საჭირო და აუცილებელიც არის. ჩვენ ხედავთ რუსეთის რუსული მხარე არასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტს, სადაც ბევრი რამ არის ამის გაწერილი, ის საკითხებია, რომელიც ესე ვთქვათ, სიტუაციას ბევრად უფრო შეამსუბუქებდა ამ ზონაში, მაგრამ აი ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ფორმატის, როგორც არის ერგნეთის, როგორც არის იყო და არის კიდევაც ჟენევის და ახლა გალის. იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაცა ფორმით მაინც მოვახერხოთ ჩვენი სიმართლის გატანა. ბატონო მამუკა, საქართველოს ხელისუფლებამ თქვათ, რამდენად ადეკვატურად შეაფასა 19 მაისს მომხდარი ფაქტი, იგივე პოლიტიკოსების აზრი ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ გაიყო ორად. იყო თუ არა ადეკვატური რეაქცია, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? გაისმა ასევე პრეტენზია, რომ თქვათ, რატომ არ გაიხსნა საპასუხო ცეცხლი. იქნებოდა ეს მართებული ნაბიჯი. სხვაშორის უნდა ითქვას, რომ აფხაზურ სოციალურ ქსელში ერთ ასეთ შენიშვნას ავაწყდი, რომ ისეთ პიროვნება წერდა სახელი და გვარით იყო სხვადასხვა, რომელიც ასე ვთქვათ, კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა იმისი, რაც მოხდა საზღვარზე 402-ას მკვლელს არქმევდა იმ სახელს, რომელიც მკვლელის სახელს, ანუ და ამბობდა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე, ანუ აფხაზეთის ამ შემთხვევაში, კაცი, რომელსაც შეიძლება ახალი დაპირისპირება და კონფლიქტი და ომი გამოეწვია. გვინდა გჭირდება თუ არა ეს აფხაზეთის, აი ესეთ დაახლოებით ესეთი ფორმის იყო. გასაგებია, საპასუხო ცეცხლის გახსნა სერიოზულ კონფლიქტს მოიტანდა და ახლა ამის თქმა რომ ღირდა თუ არ ღირდა ეს ცოტა ისეთი რთული რამ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია მაინც რომ ჩვენი პოსტი უფრო ახლოს რომ მდგარიყო აი ამ პირობით საზღვართან, გამშვებპუნქტთან. მოწინააღმდეგე მხარეს მაინც რიგი და შიში ექნებოდა ალბათ, ესე თამამად და ესე თავხედურად არ მოიქცეოდა. რაშიდ კანჯიოღლის მიერ ჩადენილი დანაშაულის და მასზე წითელი ცირკულარი ძებნის გამოცხადების მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს უკვე აცნობა. ინტერპოლის მიერ ძებნის გამოცხადება საინტერესო თქვათ რას შეცვლის? თუ მან აფხაზეთის ტერიტორია არ დატოვა, იგივე თავი რუსეთს არ შეაფარა. ბევრს არაფერს გასაგებია თვითონ მკვლელის მოძიების თვალსაზრისით, მაგრამ საერთაშორისო რეზონანსის თვალსაზრისით გასაგებია ძალიან სწორი ნაბიჯია გადადგმული და თქვენ ცოტა ხნის წინ მკითხეთ, რამდენად ადეკვატური იყო. დიახ. ხო, ვერ გაგეცით პასუხი და ადეკვატური იყო ამ თვალსაზრისით პროკურატურის ქმედებაც, ხელისუფლების შეფასებაც, პრემიერის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. სხვა საკითხია, რომ ეხლა თქვა ოპოზიცია ითხოვს, რომ აი დავაყენოთ საკითხი და მოვიწვიოთ უშიშროების საბჭოს ხდომა. ამ თემასთან დაკავშირებით ეხლა უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევა უბრალოდ ჩვენ კი შეგვიძლია დავაყენოთ, მაგრამ ალბათ არ მოხდება ასეთი რამ. და ვფიქრობ, რომ ის რესურსიც ჰქონდა ხელისუფლებას, ეს რესურსი გამოიყენა. შეიძლება მაქსიმუმის გაკეთებას სხვა ნაბიჯებით ჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი რამე გააკეთა. უშიშროების საბჭოს ხდომა რატომ არ შეიძლება, რომ თქვათ მოხდეს და შეიკეთოს? ასეთი ფაქტები სამწუხაროდ კონფლიქტის ზონებში სულ ხდება. ნუ და გავიზრდებოდ, რომ ჩვენ სამეზობლოში არსებობს ყარაბაღის კონფლიქტი. დიახ. იქ დაპირისპირების ესე გამყოფ ხაზზე და ვარქვათ ასე ძალიან მაღალია სამწუხაროდ სიკვდილიანობა მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების და დაჭრის ფაქტებს ხო. ეს პერმანენტული სახე აქვს და აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ყველა შემთხვევაზე მოშიშროების საბჭო იყოს მოწვეული, მოთხოვნა დადგეს ასეთი. მე ახლა ამ შემთხვევაში სწორედ მინდა ვიყო გაგებული. ნეტამს მოხდეს და ნეტამს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ამ ინციდენტთან დაკავშირებით, უბრალოდ მგონია რომ არარეალურია.
გასაგებია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ბატონ მამუკა, რომ რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი პატიმრობა სულ რამდენიმე საათში დასრულდა. პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება. თქვენ თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ გიგა 402-ას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემა არ მოხდება, ეს თქვენი განცხადების საფუძველზე ვამბობ ამას. რატომ თითქმის არსებობს გადმოცემის თუნდაც მინიმალური შანსი? იცით რა შეა საქმე, რომ მე ცოტა გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებ ამ მოვლენას და ვხედავ, რომ ძალიან ისეთი საინტერესო მოვლენები ვითარდება ჩვენ გარშემო. ნუ დაგავიწყდება დღეს მოხდა სავჩენკოს გადაცემა უკრაინისთვის. შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ამ ფაქტმა გამომიწვია უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთში, რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ. იმდენი ხანს ამუშავებდნენ საზოგადოებას მედიის მეშვეობით, რომ სავჩენკო არის მკვლელი, რომ სავჩენკო არის მთავარი დამნაშავე ყველაფერი ამაში, რომ ეხლა მისი გადაცემა უკვე ასე ვთქვათ არანოყიერ ნიადაგზე დაეცა, ასე ვთქვათ და საზოგადოებამ ძალიან დიდი უარყოფითი განწყობა გამოხატა. მაგრამ მე ხვდები, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის სავჩენკოს გადაცემის ამბავი იყო იძულებითი. რა მოხდა, თვითონ ესე იგი ამაზე არაფერ არ წავიდოდნენ. და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, რომელიც დღეს გადადგა რუსულმა მხარემ, იგივე პესკოვის განცხადება, თქვა დაკავშირებული ნოვოროსიის პროექტის შეზღუდვასთან, ასე ვთქვა. და ზოგიერთ სხვა საკითხთან. მე ვხედავ, რომ დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, უაღრესად სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ რუსეთის მადის შესაკავებლად. აი აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხა მილიონში ერთ შანსს, შეიძლება უფრო მეტში კიდე, რომ დადგეს ის მომენტი, როდესაც რუსეთმა შეიძლება მოინდომოს ძალიან, რომ აი ეს ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მართლმსაჯულებას. ოღონდ ვიმეორებ, ეს არის მილიონში ერთი შანსი. თავარი ახლა ეს არის თვითონ დააკავონ და როგორმე მოხდეს მისი სამართლებელი დევნის დასრულება, მისი სამართალში მიცემა და შემდეგ უკვე რეალურად შეფასება იმისი, რაც მოხდა. მაგრამ დღეს ჩვენ მოვისმინეთ გალი შეხვედრაზე, რომ აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებაც ვერ მოახერხეს შეჯერობით მკვლელისა. ეს ახლა მე არ მგონია, რომ სასარგებლო იყოს ძალიან სიტუაციისთვის. ფიქრობ, რომ აფხაზურ მხარე რაც უფრო დიდხანს გაწელავს ამ პროცესს, მით უფრო მეტი პედალირების საშუალება ექნება ქართულ მხარეს ამ საკითხისას სხვადასხვა დონეზე და მათ შორის ძალიან სერიოზულ საერთაშორისო დონეზეც. და არა მხოლოდ აფხაზეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგ. რამდენად შეგვიძლია ამ კონტექსტში, რასაც თქვენ საუბრობთ, ამ კონტექსტში განვიხილოთ იგივე რუსეთი გიგა 402-ას მკვლელობაზე, ფაქტია პასუხისმგებლობას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს აკისრებს პირდაპირ. ანუ იგივე ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. საქმე ის არის, რომ ჩვენ ვიცნობთ საერთაშორისო დოკუმენტს, საერთაშორისო პირობითად დავარქვათ, რასაკვირველი ეს არის დოკუმენტი ოფიციალურ დე-ფაქტო სოხუმსა და მოსკოვს შორის. ამ დოკუმენტის მიხედვით საზღვრის დაცვის ფუნქცია საქართველოსთან ასე წერია ამ დოკუმენტში, თავის თავზე აიღო რუსეთმა. და რუსეთი აკონტროლებს ამ მდგომარეობას მთლიანად, აი ამ პირობით საზღვარს მთლიანად. აქედან გამომდინარე, იქ აფხაზი მესაზღვრე დგას თუ არ დგას, ეს ჩვენი ამ დოკუმენტს დავეყრდნობით. ჩვენს მნიშვნელობა არ აქვს. ვინც არის პასუხისმგებელი ამ საზღვრის დაცვაზე, იმისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი და პასუხისმგებელი რუსეთია. ამ დოკუმენტის მიხედვით რუსეთია. ხო, იმ ზონაში ვინ იდგა, ვიღაც რუსი მესაზღვრე იდგა თუ არ იდგა, თუ აფხაზი იდგა, მარტო ეს ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვცნობთ არც ამ დოკუმენტს და არც რუსეთის იურისდიქციას ამ საზღვრის ამ პირობით საზღვარს. ბატონო მამუკა, თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ, თუმცა მაინც მაინტერესებთ, ხომ არ გაქვთ გარკვეული ინფორმაცია თქვათ აფხაზური საზოგადოების განწყობის შესახებ, ან როგორია მათი პოზიცია გიგა 402-ას მკვლელობის შესახებ? ნუ პოზიცია, იცით როგორ არის, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ როგორ ჩანს, რომ ყურადღება არ მიექციათ. ძირითადად ვინც ამ შემთხვევის თაობაზე ისაუბრა, ვინც იყო აქტიური სოციალურ ქსელში, იმათი აზრი რამოდენიმე ნაწილად დაიყო. სპექტრი არის ძალიან საინტერესო სხვადასხვა. დაწყებული იქიდან რომ ძალიანაც კარგია რომ მოკლა, ვთქვათ ასეთი აზრიც არის და ხშირად ხდება ასეთი აზრი, დამთავრებული იმისა რომ მკვლელი აფხაზეთის მოვალატეა. აი ესეთი აზრებიც არის.
ისეთი საინტერესო პოზიციაც არის, მაგალითად, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მაშინ როცა თბილისში დადიოდით სამკურნალოდ და ქართველ ექიმებს საკუთარ სიცოცხლეს ანდობდით, მაშინ ხო კარგი იყო და ეხლა როგორ უნდა შეხედოთ მათ თვალებშია. მოკლედ ასეა თუ ისეა, თავარი რაც აქიდან ყველაზე მთავარი რაც შეიძლება აქიდან ავიღოთ ის რომ აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვა შორის ისინი ბევრწილად აყალიბებენ კიდევაც საზოგადოებრივ აზრს, აი მათი პოზიცია ერთი ნაწილის და სერიოზული ნაწილის ასეთია რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთი რამ ხდებოდეს ჩვენ საზღვრებზე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს მკვლელი. გასაკვირველია, საუბარია რომ მათ უნდა დასაჯონ და არა სხვა. იქ ლაპარაკი არსად არ გამხდარა რომ საქართველოს უნდა გადავწეთ ან ამე ამდაგვარი. მოკლედ აი სპექტრი არის ძალიან საინტერესო და ესეთი ყოვლის მომცველი თუ შეიძლება ითქვას. ბატონ მამუკამ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს ამ ტიპის ფრაზებს იყენებს აფხაზ და ოს ხალხთან, ჩვენს ძმებთან უნდა ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკება. მსგავსი ინციდენტები, მსგავსი ფაქტები, თქვათ, ხომ არ შეიძლება აღმოჩნდეს ხელის შემშლელი ფაქტორი აი ამ პირდაპირი მოლაპარაკების წარმოებისას. და რამდენად რეალისტურია პირდაპირი მოლაპარაკება, პირდაპირ კითხავთ აფხაზ და ოს ხალხთან. პირდაპირი მოლაპარაკება მე მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდება ჩემი აზრი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლის აზრისაგან, უნდა გითხრათ, რომ პირდაპირ მოლაპარაკებას თვლი აუცილებლად. მე არ ვთვლი, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს მაუთ გადაფარებულ მაგიდასთან ადამიანის და უამრავი ტელეკამერის წინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოლაპარაკების რაღაც ფორმატში უნდა არსებობდეს. სხვადასხვა დონის დიპლომატიური de facto ხელისუფლებები ამ შემთხვევაში არ იგულისხმებიან, ისინი ამბობენ, რომ ხალხთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკება. არა, ასაკურველია. მე ამ შემთხვევაში de facto ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არაერთხელ შეხვედრიან ხელისუფლების სხვადასხვა დროს სხვადასხვა წარმომადგენელი არაფორმალურ გარემოებაში, ასეთი რამეც ყოფილა და ესეც არ არის ახლა საშინელება, თუ საჭიროა უნდა შეხვდენ კიდევაც. მოკლედ იმისთვის რომ მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის შეხვდები და როგორ დაელაპარაკები. მთავარია რომ გეგმა გქონდეს და მთავარი იცოდე რომ აი ამ გეგმიდან რამე გამოვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან კარგად მესმის რომ ყველას ვინც სპეკულირებს კონფლიქტებით არსებულ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე არსეთის ინტერესებში, ამ მსხვილი მოთამაშეების ინტერესებში მანამაინც არ შედის რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. მთავარია კონფლიქტი გაყინული იყოს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ეს ამბავი. მოპირისპირე მხარემაც ძალიან კარგად იცით ეს ამბავი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალშრიან დიპლომატიას სხვადასხვა ფორმის. სახალხო დიპლომატია იქნება თუ სხვა, ეს იმიტომ კი არა რომ პრობლემამ გადაწყდება, მომზადდება სიტუაცია იმისთვის რომ მომავალში გადაწყდეს. მე ეს მგონია. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს მამუკა არაშიძე პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 2030-ში დაგველოდით.